გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება კერძს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია მთელი მსოფლიოს გარშემო. ეს კერძი ასოცირდება ფუფუნებასთან და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძვირად მოსაზრდებელი კერძია, რადგან შეიცავს საქონლის სუპს. ეს კერძი სულ რაღაც რამოდენიმე წელიწადი რაც პოპულარული გახდა მსოფლიოს გარშემო. ძალიან ბევრი თქვენგანს ეს არ გაგესინჯავთ, მაგრამ არსებობენ ის ადამიანები, ვისაც გაუსინჯავთ, ძალიან უყვართ, ვისაც არ გაგესინჯავთ, დარწმუნებულად თქვენს გაუსინჯავთ, გიყვართ ეს კერძი. ბევრ სატელევიზიო გადაცემაში გინახავთ, ბევრ ფილმებში შეგხვედრიათ, ძალიან ბევრი ვილაპარაკე, ალბათ თავიც მოგაბეზეთ და მოდი გადავიდეთ მზადებაზე და დღეს ვამზადებთ beef wellingtons. როგორც მანამდე ვახსენე, დღეს ვაკეთებთ beef wellingtons. სხვათა შორის ძალიან მწირი რაოდენობა ინგრედიენტები გვაქვს, იმასთან შედარებით თუ როგორი გემრიელი კერძის გამოდა საბოლოო ჯამში. ცოტა ძვირიანი სიამოვნება, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ სუკი საქონლის ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ ერთხელ წელიწადში რო გაანებიროთ თავი, მე მგონი ცუდი არ იქნება. საერთოდ ეს კერძი ევროპაში და დასავლეთში ასოცირდება საშობაო საღამოსთან. გვინდოდა რომ გადაგვიღო დეკემბერში, მაგრამ სიტუაციებიდან გამომდინარე ვეღარ გადავიღეთ, თან ახალი წლის ეპიზოდები მოვიდა გოზინაყის და საცევის. ამიტომ ეხლა 14 ფევრალი მოდის თქვენი მეორე ნახევრების აღსანიშნავი დღე. ეგრეთ რომანტიკული ნირერი მოუწყოთ სახლში, გავუკეთოთ შესანიშნავი კერძი. აღნიშნოთ 14 ფევრალი, ანუ ვალენტინობა სახლის პირობებში ძალიან გემრიელი კერძით. მაგრამ სანამ მზადებაზე გადავალთ, კიდევ ხელ გაგახსენებთ, რომ კოკოლედის ხულის დაგროვება ისე გრძელდება და ისე ყურადღებით უნდა იყოთ. ყვითელ თავსახურიან კოკოლებთან და შეაგროვოთ ქულები და ჩაწეროთ კოდები თავსახურის ქვეშ მოთავსებული აპლიკაციაში. დააგროვოთ ქულები და მე გადაცვალოთ აპლიკაციაში სხვადასხვა ვაუჩერებში თუ პრიზებში. მაგრამ ალბათ ყველას გახსოვთ ეპიკური მომენტი კოკოლის გათამაშებაში, როცა პატარა ნიკუშამ მოიგო დაისონის თმის სახვევი. ალო, გესმით ჩემი? გამარჯობა, კოკოლის გათამაშებიდან გირეკავთ. ხო, ცოტა მე მგონია რომ ცოტა ეწყილა ნიკუშას რომ დაისონის თმის სახვევი მოიგო, იმიტომ რომ სხვა მოლოდინი ჰქონდა. და სწორედ ამიტომ კოკოლამ და ჩვენ სუფრისკოპმა გადავწყვეტეთ რომ ვაჩუქოთ ახალი და უფრო ისეთი ხელსაყრელი საჩუქარი. და სწორედ ამიტომ ნიკუშა დღეს მოვიწვიეს სტუდიაში რომ გადავცეთ მას მისი კუთვნილი საჩუქარი და საჩუქრები. ნიკუში ხო, შემოვბრძანეთ ჩვენთან. გამარჯობა ნიკუში. როგორ ხარ? კარგად, კარგად. ხო არ ნერვიულო? კოკოლი და დაგირეკეს რა, როგორი ის ქონდა, ემოცია ქონდა პირველი. ყველამ კი ვიცი როგორი ემოციას ქონდა, როგორ გაგიხარდა, მაგრამ და რამდენი ქულა ქონდა? 1300 ქულა. მართლა? მე მქონდა სულ 400. რა გინდა რომ მაგეგო? ჯერ დაისონი, რო გაიგო რომ დაისონი მე როგორი ის იყო რა? კი, გამიხარდა, მაგრამ სხვა რაღაც მითხრა. რა გინდა და მაინც? ან გეიმინგ სეტაპი, ან ვესპა. ვესპა, აჰა, ოკეი. მოდი პირველ რიგში გადმოვცემთ იმას, რაც დაიმსახურე, ხო? კადრს მიღმა იმყოფება ნიკუშას დედიკო, რომელსაც ალბათ ძალიან კარგად გამოიყენებს და ძალიან ყოფილი იქნება. ოპა, აჰა, ეს არის პირველ რიგში ის, რაც მოიგე. ისეთი რაღაც, რაც ყველა ქალბატონს უნდა, ჩემი აზრით, ძალიან კარგი საახალწლო საჩუქარი გამოგვიდოდოს. და ეხლა შენთვის კოკოლამ სპეციალურად მოამზადა საჩუქარი, რომელიც ჯერ არც მე არ ვიცი რა არის. შემოვიტანოთ და საკმაოდ დიდი ყუთი არის. რა გონია რა იქნება შეგით? ოხ, ჩემ. მეგობრებო, ეს არის ის, რაც უნდა მოგეგო და ჩემს უნდა გაგიხარდეს. ეხლა და მოდი ეხლა ერთად გავხსნათ და ვნახოთ რა არის. შენი საახალწლო საჩუქარი კოკოლასგან. აჰა. ოპა! ელექტროსკუტერი მოიგო ნიკუშამ. მაგარი. ოპა! ა? ესე და ესე. ოპა! ჩაფხუტები. თავი ჩაფხუტები და ამბით. ვა, ნახე. ეს ჩვენი სკუტერი ნიკუშ. რა თქმა უნდა, კოკოლა მიზრა რო ქონდა საფარგული, პატარა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისთვის გაქვს ჩაფხუტი. მოკლედ, მთელი ეკიპირება გაქვს იმისთვის, რომ კარგი სკუტერით, რომელიც მე ძალიან მინდა იარო ქუთაისში. მე რომ ნაწყენი აღარ ხარ დაისონი მოიგე. ვესპასვისამ პატარა ხარ. მადლობა შენ და დედასაც აქვს ძალიან კაი საჩუქარი დაისონის სახით, შენს უმშვენიერესი სკუტერი და მადლობა კოკოლას და სუფრის კოვს. აბადროებით. დაახლოებით 500-600 გრამი საქონლის სუკი, დაახლოებით 400 გრამი სოკო, დაახლოებით 2 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი, 1 ცალი კვერცხი, დაახლოებით 8 ცალი ნაჭერი პროშუტო, 1 ცალი ხახვი, 2 დაფნის ფოთოლი და დაახლოებით 300 გრამი ფენოვანი ცომი. და ასევე 1 ჭიქა ღვინო.
და პირველ რიგში გავაკეთოთ სოკოს დუქსელი. სოკო უნდა დავჭრათ ძალიან წვრილად. შეგიძლიათ გამოიყენოთ დანა და ხელი გაივარჯიშოთ ჭრაში, რაც უფრო მეტ დროს აგართმევთ, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩოპერი, რაც გააკეთებს ყველაფერს 1 ან 2 წუთში. წვრილად დაჭრილი სოკო გადაიტანეთ ჯამში და გადავიდეთ ხახვის დამუშავებაზე. ხახვი უნდა დაიჭრას ძალიან წვრილად, ამიტომ ერთხელ რომ დაჭრით, ერთხელ კიდე კარგად გადაკეპით. საშუალოდ გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და დაყარეთ ხახვი მოსათუშად. დაახლოებით 5-7 წუთში ფერსում შეიცვლის ხახვი და დავუმატეთ სოკო. კარგად მოთუშეთ, ოდნავ ამოუაშეთ სოკო და დავუმატეთ 1 ჭიქა ღვინო. ამის გადაღება დაგვაუწყდა, ამიტომ ბოდიში. ღვინოს კარგად ამოუაშეთ, დავუმატეთ მარილი გემოვნებით, 2 ფოთოლი დაფნა, 5-7 წუთი კიდე თუშეთ და მერე მოხსენეთ ცეცხლიდან. სოკო რადგან მზად არის, ახლა გადავიდეთ სუკის მოდოდებაზე და მოვაყაროთ ბლომად მარილი ყველა მხრიდან. ტაფა ძალიან გაახურეთ ის რომ ბოლი ადიოდეს, დაასხით ოდნავ ზეთი და ახლა შევწვათ სუკი ყველა მხრიდან. დაახლოებით 15-20 წამი ყველა მხრიდან, როგორც ვიდეოში ნაჩვენები. დადეთ რამე ლანგარზე რომ დაისვენოს და ახლა დავაფინოთ პლასტიკი და დავიწყოთ აწყობა ველინგტონის. პლასტიკი დააფინეთ სამუშაო ზედაპირზე, შემდეგ დააფინეთ პროშტოები, როგორც ვიდეოში ნაჩვენები, ერთ ფენად. შემდეგ პროშტოზე გადაუსვათ მანამდე მომზადებული სოკოს მასა, დაახლოებით 1-2 მმ სისქეზე, როგორც ვიდეოში ნაჩვენები. ეს აწყობილი ფენები გადავდოთ ცოტახანი გვერდზე, დავაბრუნოთ სუკი და გადაუსვათ ფუნჯით დიჟონის მდოგვი, ერთ ფენად. დავაბრუნოთ უკან ჩვენი აწყობილი ფენები, ჩავდოთ ჩვენი დიჟონ გადასული სუკი და გადავახოთ მჭიდროდ რულეტივით, როგორც ვიდეოში ნაჩვენები. ხორცი ხა გადავახვიეთ, უნდა გავაგრილოთ ოდნავ რომ მე ფენოვანი ცომი არ დაადნოს. ამიტომ ეხა ფენოვანი ცომი ავიღოთ, უნდა გავაბტყილოთ და გადავახვიოთ შემდეგ ჩვენი ხორცის რულეტი. დავფქვილეთ სამუშაო ზედაპირი, დადეთ ზემოდან ფენოვანი ცომი და გავაბტყილეთ დაახლოებით 9 სანტიმეტრის სისქეზე. ჩარეთ ხორცის რულეტი, ერთი გადავახვიეთ როგორც ვიდეოში ნაჩვენები, მოვაჭერეთ ზედმეტი ცომი წინიდან, ასევე გვერდებიდან და კარგად შევუკეცეთ ბოლოები. გამოსხობ ლანგარზე დააფინეთ გამოსხობი ქაღალდი, დააბრუნეთ ზევიდან ბიფ ველინგტონი და წავშით 1 ცალი ათქუფილი კვერცხი ფუნჯით, როგორც ვიდეოში ნაჩვენები. დანის უკანა მხრით, ანუ მხრით, რომელიც არ არის მჭრელი, შეგიძლიათ დაახატოთ ნებისმიერი რამ, ისე რომ ცომი არ გაჭრათ. ვაცხობთ 220 გრადუსზე დაახლოებით 25 წუთი. 25 წუთში გამოიღეთ და ისიამოვნეთ ფენოვანის სიხრაშუნით და ხორცის სირბილით. ხუმაში დაახლოებით 25-30 წუთი უნდა გავაჩეროთ 220 გრადუსზე და მიიღებთ იდეალურ medium rare-ს. უფრო მეტად მომზადებული გინდათ, შეგიძლიათ გაჩეროთ პლუს 10 წუთი და ყველა წუთში მოაკლდება ეს დანესის ლეველი რა, medium-ზე, medium well-ზე და მერე well done-ზე. ეხლა დავაგებონოთ ჩვენი ხრაშუნა beef wellington-ი და ამის დამეხმარება, რა თქმა უნდა, ვინ თუ არა ახალი ინფლუენსერი, ჩვენი საბა ჩერქეზიშვილი, როგორ ქვია ქართულად შენს პროფესიას? დურგალი. რომელიც აკეთებს ძალიან კარგ და საინტერესო კონტენტს TikTok-ზე. აი, აბა. ძალიან კარგად გამოიყურება. მე სხვა შორის არ მაგასინჯული ეს. ხორცი არის? ძალიან მაგარი არის. ძარბილია. საუცხო გემოები მოდის. ნამდვილად ფუფუნებასთან არის ასოცირებული. ძალიან კარგია. კიდე მე ეს საქვია ძროხის უკი. რა თქმა უნდა, რომ ძალიან რბილი არის. და გამოირჩევა სიბილით. გარედან სოკოს დუქსელი რაც გავუკეთეთ და პროშუტო, კიდე თავის იმას უკეთებს, საქვია იმლაშეს აძლევს. პროშუტო და ის და გარედან ხრაშუნა ფენოვანი აქვს და ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან კარგი სადილე გამოვა თქვენი 14 თებერვლის დეიტისთვის. ვინოც გამოუხდება ჩემს ზეთ. კი. და სხვათა შორის უხდება დემიგლასის სოუსი და თუ დემიგლასის სოუსის გაკეთება გაინტერესებთ როგორ უნდა? აი, უნდა მეთქვა. დაგვიწერეთ კომენტარებში და შემდეგ გასწავლით. ამის სოუსი ძალიან მოუხდებოდა სხვათა შორის. და თუ გინდათ რომ გავაკეთოთ, დაგვიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გასწავლით თუ როგორ უნდა გაკეთდეს high class დემიგლასი და როგორი უნდა იყოს ნამდვილი დემიგლასის ნამდვილი სოუსი ხორცთან მისატანკებელი. დიახ, სერ. სამ მაიმუნო და სინჯობს კიდე ამ კერძს. მანამდე თქვენ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიწერეთ მოგეწონათ თუ არა ეს ვიდეო, დაგვიწერეთ შემდეგი რა გავაკეთოთ. თქვენ უნდა გამოიწერეთ ჩვენი არხი, ეგ არ დაგავიწყდეთ. თქვენი ერთი კლიკი ჩვენთვის ძალიან ბევრ რაღაცას შეძლოთ, თქვენთვის მხოლოდ ერთ კლიკს. ნახვამდის და ბაი.